Selam. გამარჯობა. Afiyet olsun. გემრიელად მიერთვით. მადლობა. Beni hatırladın mı? ხომ გაგახსენდი? Az önce karşılaşmıştık. ცოტა ხნის წინ გნახე. კი, როგორ არა? Ay ben de böyle masada იმედია patlıyorum წინააღმდეგი ama არ ხარ აქ რომ დავჯექი. sakıncası yoktur ანუ umarım. თუ შენ შეყვარებულს ელოდები, Yani eğer kız arkadaşım მაშინ falan ავდგები. gelecekse- არა, რას ამბობთ, იჯექით. შეყვარებული არ მყავს. Benim de bir işim. მე კი სამსახური აღარ მაქვს. რატომ? Şimdi şirkete gideceğim. ახლა კომპანიაში დავბრუნდები და უფრო სვეტყვი რომ ვიდეო ჩანაწერები ვერ ავიღე. O da benim işime ის კი გამათავისუფლებს. Çok anlayışsız. Boroti değil, garip bir katsıya. adam. Bir şey istedim o. ხელს არავის არ უწყობს არაფერში. Neyse. რამე თუ მოისურვა, მაშინვე უნდა გაკეთდეს. Kendi dertlerimle meşgul. კარგი, როგორც ჩან შესვენება გაქვთ. ძალიან წუხარ. Evet. ხო, Kötü oldu gerçekten. ცუდად გამოვიდა. Asıl ben babama მამა ne ჩემს diyeceğim? რა უნდა Benim ვუთხრა? işten atıldığımı თუ öğrenirse გაიგებს რომ beni yine- სამსახური დავკარგე. Neyse. Bir de aile sorunları კარგი, gelince başınız ოჯახურ şişiyor. პრობლემებს არ მოგიყვებით. Bazıları için de ზოგიერთი hayatta ადამიანისთვის ცხოვრება ასეთია. kaçacak bir yerin yok. რა Mecbur სიზამ? katlanıyorsun. იძულებული ხარ მოითმინო ყველაფერი რაც Ben ხდება. en iyisi kalkayım. სჯობს წავიდე. Başımın çaresine bakarım. როგორმე გავუმკლავდები ამას. Çok memnun oldum. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. İyi misiniz? კარგად ხართ? Oturun. დაჯექით. მოდი დაჯექით, კარგად ხართ? İyiyim, iyiyim. კარგად ვარ, კარგად. Başım döndü de უეცრად თავბრუ დამეხვა. Üzülüp stres როცა yapınca ნერვიულობა böyle ასე işte. მემართება. Geçer ama. მაგრამ არა უშევს გამივლის. Ya ben de sizin başınıza bela. თავი მოგაბეზრეთ, არა? Aslında სიმართლე გითხრათ, მე შემიძლია ისინი გადმოგცეთ. ama biraz beklemeniz მაგრამ lazım. ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ. Henüz görüntüleri ჯერ geçti აღდგენის ama- საქმე არ არის დასრულებული. Sabaha karşı gelip დილით მობრძანდი და ასლს მოგცემთ. Gerçekten mi? მართლა? Çok teşekkür ederim. დიდი Beni მადლობა. nelerden kurtardınız ვერც კი ya. წარმოიდგენ როგორ გადამარჩინე. Ama kopya olmaz. მაგრამ ასლი არ გამომადგება. Görüntülerin aslı lazım. ვიდეო ჩანაწერის ორიგინალი მჭირდება. Yapamaz mı? ამას ვერ გააკეთებ? Yani çok ვიცი zor რომ bir şey ძალიან istediğimi რთულ რამეს farkındayım. ვითხოვ, მაგრამ სამსახურის შენარჩუნების ერთადერთი გზა ეს არის. Çok mu zor sizin? ძალიან რთულია ეს თქვენთვის. aslında yaparız. წინამდვილეში ამის გაკეთება შემიძლია. Arıza yapıp kaydetmediğine dair. განცხადებას დავწერ დაკარგვის შესახებ, რომ არ არის ჩანაწერები შენახული. Tamam. Harika. კარგი, მშვენიერია. Kalemin var mı? კალამი გაქვს? კი, მაქვს. Bu benim ეს ჩემი ნომერია. Aramanı bekliyorum. შენ ზარს დაველოდები. Çok teşekkür ederim. დიდი მადლობა. tekrardan. Ben artık უნდა gideyim. წავიდე. Sinan Bey zaten ბატონი çok სინანი yorulamaya ალბათ უკვე başlamış. დიდი ხანია მეძებს. Görüşürüz. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. რა თქმა უნდა, ეს ბეჭედი მტკიცებულება არ არის, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ნასი ისე უბრალოდ არ წასულა. აშკარად რაღაც ხდება. ან ვურალმა იცის ეს და მალავს. გარდა ამისა, რაც არ უნდა იყოს, ის არის დამნაშავე ამაში. როგორ უნდა გავიგოთ ეს? არ ვიცი. ფიქრობდი, რომ გუშინ იქ კიდევ რამე მტკიცებულებას ვიპოვიდი, მაგრამ არაფერი არ იყო. კარგი და ის წერილი, რომლის შესახებაც მოგიყევი? სინამდვილეში იმ წერილის ორიგინალი უნდა ვიპოვოთ. ან ის უნდა მოვძებნოთ, ვინც ეს წერილი იპოვა. შეიძლება კიდევ იყოს რამე. სიმართლე გითხრა, ვიცი წერილი ვინც იპოვა. ვინ? მამა ჩემმა. კარგია, დაელაპარაკე მას. არ შემიძლია მას ამის შესახებ გახსნილად ველაპარაკო. მამა ჩემი თავისებური ადამიანია. არ ვიცი როგორ მოიქცევა. როგორც თვითონ აწყობს, ისე იქცევა. გარდა ამისა, გუშინდელის მერი არ ვიცით სად არის. როგორმე დაუკავშირდი. გაიგე, სად იპოვა ეს წერილი. აუცილებლად უნდა დაელაპარაკო ჰაზალ. არი ნერვიულო, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. Arabana bayıldım. ძალიან მომეწონა შენი მანქანა. Benim arabam değil. ჩემი არ არის. აზიზ მომოთხოვა. Abi verdi işimi görsün diye. Anladığım kadarıyla როგორც მივხვდი, თქვენ ძმა აზიზთან ერთად რაც გინდათ იმას აკეთებთ. Öyle de ო, denebilir. შეიძლება ასეც ითქვას. süper adammış. მაგარი კაცი ყოფილა. Kıyak adamdır. მაგარი კაცია. Sağ olsun.
მისი მადლობელი ვარ. ელაპარაკე კენანს. Kenan'la. Uyardın mı Azal? გააფრთხილე ჰაზალის შესახებ. Uyardım ama kulak. გავაფრთხილე, მაგრამ დიდად არ მომისმინა. Ebru. Ebru, Bir de sen konuşsan. იქნებ შენც დაელაპარაკო. შეიძლება შენ დაგიჯეროს. İş başa düştü desem. ეს რა უბედურება დაგვეცა თავზე. Ne yapayım? რას ვიზამთ? Ben konuşacağım artık. უნდა დაველაპარაკო, იძულებული ვარ. ანუ მოგეწონა მანქანა. Beğenmek mi? გაგიჟდი? Deli misin? Bayıldım. აღფრთოვანებული ვარ. Aziz abiyle აზის დაველაპარაკები gelin arabam და yok. ქორწილში გამოვიყენებ ამ მანქანას. Şaka yapıyorsun. ხუმრო, Bence şahane olur. მაგარი იქნება. Yakışır. მოგიხდება. Ama önce bir gelin. მაგრამ ჯერ პატარ ზალი უნდა მოუძებნო. Orası en kolay. ეს ყველაზე Çok მარტივია. sana hayır diye. უარი ვინ დაგითხრას? ასეა? Bence öyle. ფიქრობ რომ ასეა. არ უარყო. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. გთხოვთ დატოვეთ შეტყობინება. ბატონო გურალ. Allah თუ ღმერთი გწამს რამე კარგი მითხარი გენჯერ. გაუკავშირდით ჰალეს. ჩვენს თანამშრომელთან ვიღაც ახლობელზე ულაპარაკია. იმ კაც სასტუმრო ქონია. დიდი ალბათობით იქ იქნება. ბიჭები არ ყვევენ. მიხედე ამ საქმეს, არ გაგვექცეს. არის ნერვიულოთ. არ ამგონია სტამბულში სხვა წასასვლელი ქონდეს. ან იქ იქნება, ან აზის ტოპრაკთან. Aziz'in o refleksi. აზის მაკასთან არანაირი საქმე არ ექნება. მათი ურთიერთობა სულ სხვა არის. აშკარა თავის ახლობელთან იქნება, წადით იპოვეთ. როგორც მიბრძანებთ. Alo baba. მამა, სათხარ? ერთი ჩემი ახლობლის სასტუმროში ვარ შვილო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ძალიან. Ben gelip alayım. კარგი, მოვალ და წამოგიყვან. აზალ, Kocan yanında değil. შენ გმართან ერთად ხომ არ ხარ? Baba neden sana öyle მამა, ასე რატომ უნდა მოგექცე? Tamam. ვიცი, შენ არ იზამ, მაგრამ ის იზამს. ძალიან გამიბრაზდა. Senin şerefsiz. იმ აზიზმა კუთხეში მიმამწყდია. ჩემს მდგომარეობას შეხედე. Ne kızıma ne de ვერც ჩემს შვილს და ვერც ჩემს სიძეს ვეღარ ვენდობი. Baba artık adres მამა, söyleyecek მისამართს მეტყვი? Tamam veriyorum bir dakika. კარგი, გეტყვი. Yazıyor musun kızım? იწერ შვილო. მითხარი. Tamam gelince aşağı როგორც კი inelim. მოხვალ დაბლა ჩამოვარ და ვილაპარაკოთ, კარგი? Ben gün içinde კარგი, geleceğim დღის sana. განმავლობაში მოვალ შენთან. Ah baba. Ah. მამა. Senin bu ამ toplantılar... შეხვედრის შესახებ იცოდი სინან? არა. Hayır. Ne oldu? რა მოხდა? Eski dost... ძველი მეგობრები მტრები გავხდით? Böyle რაღაც hareketlerinde... bir უცნაურად tuhaflık იქცევი. var Buna düşmanlık მტრობას ნუ დავარქვევთ ამას ბატონო აზიზ და ძაბულობა დავარქვათ. Sizin ne zaman ვეღარ ვიგებ უკვე როდის ხართ მეგობარი და როდის მტერი. kardeşimin nişanı ჩემი დის ნიშნობაზე იარაღით ხელში მოდიხარ. ardından hiçbir şey მერე კი თითქოს არაფერი მომხდარა. შეხვედრაზე გვიერთდებით. kusura bakmayın ama მაპატიეთ, მაგრამ უცნაურობა ჩემში კი არა, თქვენშია. tavrınızda. Bizim de tavrımız... ჩემი მხრიდან ცვლილებები არ არის. İçimizdeki... არც ჩვენ შინაგან განზრახვაში, ödeteceğimiz არც ჩვენს ანგარიშებში, რომლებსაც ვითხოვთ. Kardeşimin akıbetini... ჩემი დის öğrenmek ბედის için გასარკვევა თუ საჭირო გახდება, ხილში კალამს ავიღებ და ხელს მოვაწერ და თუ საჭირო გახდება იარაღს. silah alıp kurşun. იარაღს ავიღებ და ტყვიას ვისვრი. Biz bu yola baş koyduk. ასეა თუ ისე, Öyle ya da... ჩვენ დავდექით ამ გზაზე. Sizi şu anda ახლა შეუძლებელია ვერ გამიგოთ ბატონო აზიზ. ama eğer dün მაგრამ ჩემს დას dolayı ırmağın başına თქვენი bir şey გუშინდელი მოქმედების გამო რამე რომ დამართნოდა, elimle silah- კალამი და იარაღი ორივეს გვექნებოდა. bundan tereddütünüz ამაში დარწმუნებული იყავით. Helal olsun. რას ლაპარაკო? Sıkı laf. არ ვიცოდი თუ ასეთი ყურადღებიანი იყავი. Ailene bu kadar შენი düşkün ოჯახის olduğunu მიმართ. bilmiyordum. ne de olsa aile ეს ხო ოჯახია. arkanızdan iş ისინი ზურგს უკან ორმოს არ Ben გითხრიან. olsam o kadar შენს emin ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. Fazla bekletmedim ama. იმედი მაქვს დიდი ხანი არ olmadım. გავუდინეთ. Sabrımız baki. ჩემი მოთმინება რკინის როგორც Sen onu ყოველთვის. iyi bilirsin de. შენ ეს კარგად იცი დემიროღლუ. Toprak da buradaymış. აზის ტოპრაკიც აქ ყოფილა, ბოდიში იარაღის გარეშე ვერ გისანი. გაქვს დღეს რამე ახალი? Sen istersen... თუ გინდა იქნება დემიროღლუ. Olur. შეიძლება. შეხვედრის მერე აღნიშნოთ ჰაერში ორი გასროლით. Zaten belli. ის იარაღი შენს ხელში სხვა არაფრისთვის არ გამოდგება. Sen... დაძინებისას და გაღვიძებისას შენს ცოლს უნდა უხდი და მადლობას. ამის გამო.
Arkadaşlar მის ზურს უკან რომ არ დამალულიყავი. ახლა ეს მეგობრები კომპანიაში კი არა, შენ საფლავთან იქნებოდნენ. ბატონებო, პრისთვის შევიკრიბეთ, რატო დაგვიძახე? რაზე ვილაპარაკოთ? მადლობა ბატონ აზრის სიურპრიზების საკითხში ჩვენზე წინ არის. დღეს მეც მაქვს თქვენთვის სიურპრიზი. სიურპრიზ ყოველთვის ბოლოსთვის ვინახავ. დემიროღლუ. გამელოდე ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი მაქვს შენთვის. დაგელოდები არ მივდივარ. გუშინაც შენს წინ ვიდექი დღესაც და ხვალაც ასე იქნება. დიდი ხანი არ გალოდინებ, არ ინერვიულო. რა საკითხი გვაქვს? მალე დავიწყოთ, ბევრი დრო არ მაქვს. ჩემი აქციების პატარა ნაწილი სხვას გადავეცი. თუნებას დამრთავთ შეიძლება კითხოთ ბატონო ვურალ. ეს ნაწილი აჩუქეთ თუ საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცეთ. ანუ უნდა ვინერვიულოთ თუ არა? არა, სანერვიულო არაფერია. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. თუმცა მხოლოდ პატარა ნაწილი გადავეცი. თუმცა დირექტორთა საბჭოზე რა თქმა უნდა მას ხმის უფლება ექნება. ვის? ნუ გეშენია. შენზე გამოცდილ და საქმის მცოდნე პირს გადავეცი აქციები მეთევზე. კარგი, გაგაცნობთ. თუმცა მას ისედაც კარგად იცნობთ. საყვარელო ძამიკო, განსაკუთრებით შენ იცნობ მას კარგად. დეფნე? დეფნე დემიროღლუ. მობრძანდი ჩემო დეფნე. ღმერთით მეგობრებო. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. Hayırlı olsun. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. ბატონო სინან, არ მომილოცავთ? წარმატებებს გისურვებ. გილოცავ. მადლობა. ყველა ჭიქა აქ არის? არა. კიდევ ორი ყუთია სამზარეულოში, მაგრამ არ გამომიტანია. ჰაზალს ელაპარაკე, დღეს არ მოვა? დასვენება მთხოვა, საქმეები აქვს თურმე. ჯერ მუშაობაც არ დაუწყია. წარმატებები. მადლობა. ჰაზალის ნახვა თუ გინდა დღეს არ არის. არა, შენთან მოვედი სალაპარაკოთ. დაკავებული ხარ? გისმენ? სამზარეულოში ვიქნები. მითხარი, რის თქმა გინდოდა, საქმეები მაქვს. ვიცი, რომ ის სურათი შენ ჩადე გუშინ. რა? იმ სურათზე ვამბობ, რომელიც აზიზმა გამოგზავნა. სხვათა შორის გავიგე, რომ თურმე შენ და ჰალილი განქორწინებით ხართ დაკავებულები. ქალბატონო მელეკ, თუ გინდა რომ შენი შვილი კარგად იყოს და ბედნიერად, გირჩევ აზიზის დახმარებაზე და მასთან ერთად მოქმედებაზე უარი თქვა. მე მუქრები? არა. ამიერიდან ნათესავები ვართ. უბრალოდ გირჩევ. მორჩი ქალბატონო ჯანან. ჩვენ ნათესავები არ ვართ. შენი ვაჟი არ მიმიღია. გინდა თუ არა, რეალობას ვერ შეცვლი. შვილი რომ გეყოლება, მერე ვილაპარაკოთ ამაზე. მსგავსი რამ არასდროს მოხდება. ასე ფიქრობ? თუ გინდა შენს ქალიშვილს დაელაპარაკე. ახლა ჩემ შვილთან ერთად ერთ ოთახში ზინავს. ერთ საწოლს იყოფენ. იტყუები. მსგავსი არაფერია. თუ არ გჯერა შენ ქალიშვილს კითხე. თუ გინდა სტუმრად გელოდებით ჩვენ სახლში. შენი თვალებით ნახავ. ახლა ძალიან ბედნიერები არიან. დამიჯერე ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჰაზალს წამოვიყვან იმ სახლიდან და კიდევ ერთ რაღაცას ნუ დაივიწყებ ნურას დროს. ჰაზალი მარტო არ არის. მას დედა ჰყავს. და მამა. მიუხედავად იმისა, რომ ის შესახებ არ იცის. არ იფიქრო, რომ ის მარტოა, როგორც ნასი. კარი იქ არის. ნახვამდის.
შვილო, რა გითხრა? Yok bir şey. არაფერი დეიდა. როგორ თუ არაფერი? თუ არა, მაშინ ეს რა მდგომარეობაა? დეიდა არაფერია, ნუ მაწვევი. ხომ გეუბნებოდი? გითხარი ჩემს ზურს უკან საქმეებს ნუ ხლართავ მეთქი. დამშვიდი სინენ, მეტკინა ხელი გამიშვი. როგორ ველოდები ჩემგან დამშვიდებას? სახეში მიცინი და ჩემს ზურს უკან საქმეებს ხლართავ. გარდა ამისა ჩემს ძმასთან ერთად. არანაირ საქმეებს არ ხლართავ. გუშინ საღამოს გითხარი რომ თუ რამეს გავაკეთებ, ამას ღიად გავაკეთებ და არავისგან არაფერს არ დავმალავ. არც დამიმალავს. შენც ნახე და ყველამ ნახა. როგორ მიიღე ეს აქციები? საიდუმლოა. დეფნე. გეკითხები როგორ მიიღე ეს აქციები? ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე აქ ვარ შენს გვერდით. ამიერიდან ყოველთვის ჩემს სვალ წინ იქნები. გარდა ამისა, უფრო მეტი აქციები გვექნება და მართლობაში ხმის უფლება. იმის მაგივრად რომ ჩამეხუტო, მიბრაზდები. ჩემო ცხოვრება. ხო, შეგიძლია ცოტა დაწყნარდე. მენდე, დატკბი. ხომ გვინდა და ამ კომპანიის ხელში აღება? მორჩა. ნელ-ნელა ჩვენს მიზანს უახლოვდებით. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხერხით? მიყვარხარ. ეს არის ყველაზე მთავარი. Efendim anneciğim. გისმენ დედიკო. Azal neredesin sen? ხაზალ სათხარ. Şirkete geldim. კომპანიაში მოვედი ახლა რა მოხდა? Gel, hemen. ახლა მოდი აქ. Konuşmamız lazım. ახლავე უნდა ვილაპარაკოთ. Kötü bir şey mi oldu? რამე ცუდი მოხდა? Restorana gel. რესტორანში მოდი, რომ მოხვალ ვილაპარაკოთ. დედა შეგიძლია არ დამტანჯო. ხომ გითხარი რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ. კარგი, პატარა საქმე მაქვს კომპანიაში, მოვაგვარებ და მოვალ. Kolay gelsin. გამარჯობა. აღბრდოვანებული ვარ შენით, ჩემო ლომო. იმ ცეცხლის მიუხედავად, რომელიც შენშია, იმ ღალატის მიუხედავად, რომელიც გადაიტანე. შენი სინდისი დღემდე სუფთაა. არ გაბედო ამის დაკარგვა. არ ველოდები იმას, რომ მაპატიებ, მაგრამ შეეცადე გამიგო მაინც. არ შემიძლია ამის გაგება ზმაო. არ მესმის ეს როგორ ჩაიდინე, როცა იცოდი რომ ის გოგო ავად არის. დამბერდი ზმაო. დამბერდი რომ აღარ იზამ ისეთ რაღაცას, რაც ირმაკის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს. ნუ ნერვიულობ ზმაო. არ დამეწყებია რომელ გზაზე მივდიოდი. პირიქით. უფრო ამბიციური გავხდი ვიდრე ვიყავე. უბრალოდ არ ვიმჩნევ და მორჩა. ახლა კი ვორალ დემიროღლუს ახალ თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ ჩემო ლომო. ქალბატონ დეფნეს ხელში დიდი კოზირი აქვს, რადგან ვორალისგან აქციები აიღო. ხომ ასეა? ასეა. სხვა შემთხვევაში ვორალი კომპანიის კარებთანაც არ მიუშვებდა. ორი რამე არსებობს, რასაც შეუძლია ვორალ დემიროღლუს კუთხეში მიყენება. ერთი ჰაზალია, მეორე ნასი. ესე იგი დეფნა ჩვენი ახალი თანამგზავრია. ეს საქმე ჩემზეა, შენ არ ინერვიულო. ყველაფერს ვიზამ და ჩვენს მხარეზე გადმოვიყვე. რა კოზირიც არ უნდა ეჭიროს ხელში. ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ვორალისთვის. ზუსტად. კომპანიაში ვარ, 10 წუთში სამზარეულოში იყავი. Hazal? Ne yapıyorsun sen? Აქ რას აკეთე? რატომ არ გამოფრთხილე?
Sürpriz yapmak istedim. სიურპრიზის gaketeba მინდოდა. İyi yapmışsın hoş. კარგია, მომბრძანდი. Yalnız fazla kalmadım. ცოტა ხნით ვარ დედასთან უნდა წავიდე. Zaten orada იქ არიყავი? İşimiz bitmedi. ჯერ არ Geri დაგვიმთავრებია. döneceğim. უკან უნდა დავბრუნდე. Hem ben seni görmeye შენ სანახავად მოვედი. keyiflisin hayrola. კარგ ხასიათზე ხარ. Güzel bir gün. დღეს კარგი დღეა. Beraber ჭამოთ söyle. რომე? რა სიტყვი? Özür dilerim hayatım. მაპატიე ცხოვრება. Geri ხომ gitmeye გითხარი, უნდა დავბრუნდე. İş. სამსახური. Normalde biz გახსნას და ნიშნობას ერთ დღეს ვაპირებდით, მაგრამ ვერაფრით ვერ ვასწრებთ. Peki öyle olsun. კარგი, ასე იყოს. bir kahve yapabilir miyim? მაგრამ შემიძლია ყავა მოგიდუღო. Sevinirim. მოხარული ვიქნები. მხოლოდ უშაქრო. Söylemene gerek yok. თქმა არ არის საჭირო, ისედაც ვიცი. Kolay gelsin. წარმატებები. Ben getirirdim Kenan. მოგიტანდით ბატონო ქენან, რატო წუხდებით? Sen işine არა, არა, შენ საქმეს მიხედე. ჩაი გაცივდება, მე თვითონ ვიზამ ყველაფერს. Güvenlik şirketiyle დაცვის კომპანიას ველაპარაკე. Görüntüler henüz hazır. ვიდეო ჩანაწერები ჯერ არ არის მზად, Yarın sabah hazır. მაგრამ ხვალ იქნება. Tamam, senden კარგი, შენგან ამბებს ველოდები. Tamam konuşuruz. კარგი, მერე ვილაპარაკოთ. ურალზე უფრო ადრე უნდა მივიდეთ მათთან. Ne arıyorsun? რას ეძებ? Cezve. ყავას, kahve yapacağım. ჩემს ქმარს უნდა მოუდუღო. გამომართვე. Bol köpüklü yaparsın. კაფეანი მოუდუღე. Tamamdır. ყველაფერი მზად Özür არის. dilerim. Anne ne oldu? დედა რა მოხდა? ისე უეცრად დამიძახე, მაინტერესებს, კარგად ხარ? İyi değilim Hasan. კარგად არ ვარ, ხაზა. Sen o evde სანამ იმ olduğun სახლში şeyleri ცხოვრობ, არ haberi დაელოდო olmadı. იმას, რომ კარგად ვიქნები. Nereden çıktı yine şimdi? საიდან bu? მოვიდა ისევ ეს? Konuşmuştuk biz bunu. ხო ვილაპარაკეთ Evet, ამაზე. ხო Aber böyle ვილაპარაკეთ, olmaz, მაგრამ არ konuşmuştuk. გვილაპარაკე იმაზე, რომ ყველაფერი ასე იქნება, შვილო. Canan geldi bugün. დღეს ჯანანი იყო მოსული. Hazal. ხაზალ, ხვდები რასაკეთებ? Nasıl bir tehlike? რისთვის იმყოფები იმ ადამიანთან ერთ ოთახში, როცა იცი როგორ საფრთხეში ხარ? Anne. დედა, Hazal. ხაზალ, Kendini პირდაპირ ცოცხლში ხვდები. Sana bir şey ვერ olacak, ვიძინებ იმ kendini შიშით, tehlikeye რომ შეიძლება რამე atabilirsin. შეგემთხვას. Korkacak, endişe edecek. საშიში არაფერია, დედა. Söyledim ნუ sana. ნერვიულობ. Her şey bir oyun. ხომ გეუბნებოდი? Lütfen böyle ეს ყველაფერი თამაშია. olmasın. Lütfen kızma bana. ახლა ასია საჭირო, გთხოვ, ნუ მიბრაზდები, დედა. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს თამაში? ის კაცი რომ მიხვდეს, რომ ეთამაშები? Anlamayacak. ვერ მიხვდება. Nereden biliyorsun? საიდან იცი? Nasıl bu kadar emin ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? Naz'ın bıraktığı notu görmedin ვერ ნახე წერილი, რომელიც ნასიმ დატოვა. Zaman ver bana. დრო მომეცი, დედა. Her şey ყველაფერი კარგად იქნება. söz veriyorum. გვირდები, უბრალოდ დრო მომეცი. Kusura bakma kapıyı ბოდიში çalmadan girdim. გაუფრთხილებლად შემოვედი. Müsait miydin? დაკავებული ხარ? Gel gel. müsaade შემოდი, et, შემოდი. şöyle. დაკავებული არ ვარ. Ahmet'le აჰმედს ელაპარაკე ირმაკ რაც შეემთხვა იმის შესახებ. Evet konuştuk. კი, ველაპარაკე. Hazal'dan şüpheli. აზარზე გაქვს ეჭვი? Şüphelenmiyorum. არ ბეჭვებ, ქენან. Eminim onun yaptığını. დარწმუნებული ვარ ამაში. Ben de yapmadığını მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ არის, ებრო. O sırada mutfakta იმიტომ senin ხარ yanında დარწმუნებული, olduğu რომ için ამ დროს შენთან ერთად იყო სამზარეულოში. Abim mi söyledi? ეს შენ მადამ გითხრა? Hayır. არა, Ben kendim gördüm. მე დაგინახეთ. ხალილის გარ ამბებია. ასკარა ეს სასტუმროში რჩება ოსტატო. ilişmeyin. კარგი, არ შეეხოთ, რომ არ გამოჩნდეს. თორემ ხელს შეგვიშლეს, მაგრამ თვალე არ მოაშოროთ.
მოგბრძანდით ბატონო აზის, სტუმარი გყავთ, მისაღებში მივაცილე. მელეკ? ისმინე ბრო, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. მით უმეტეს ის შენი და არის. მინდა იცოდე რომ მსგავს არაფერს იზამდა. ჩვენზე კარგად იცნო მას ბოლოს და ბოლოს მისი და ხარ. ხო, ამიტომაც ვამბობ, რადგან ყველაზე კარგად ვიცნობ. ჰაზალმა იეჭვიანა ირმაკზე. ვერ შეეგუა იმას, რომ მასზე უარი თქვი და სხვა მოყავდა ცოლად. ამიტომაც ირმაკის მოყლა გადაწყვიტა. ებრო, ჰაზალმა დიდი ხნის უკან თქვა ჩემზე უარი. ახლა მე კი არა, ვურალი უყვარს. შენ თვითონ ვერ ხედავ როგორ იქცევა. თავის ქმრის გამო კინაღავ მოგდა, ჩემზე რატომ უნდა ეჭვიანობდეს? ძლები ამას გიმეორებ ქენან, მაგრამ მაინც ვერ აგიხსენი. ჰაზალი ასეთია. უნდა რომ ყველას უყვარდეს და ვერავინ ვერ ამბობდეს მასზე უარს. მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ შეუძლია წამში თქოს ყველაზე უარი. მასზე რომ უარი თქვი და სხვა რომ მოყავს ცოლად, ამას ვერ იჯერებს. ჰაზალი ასეთი გოგო არ არის. არა. კარგი. სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპატიებ იმას თუ როგორ მომექცა. ჩემი სიმწარე არასდროს არ ჩაქრება, მაგრამ ჰაზალი ესეთი არ არის. ვინმე სიცოცხლეს საფრთხეში რომ ჩააგდოს. ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას უშვებ ქენან. დაუფიქრებლად ენდობი ჰაზალს და ყოველ ჯერზე ცდები. ილდერში რამდენჯერ გაგაფრთხილე? არ მისმენდი და ბოლოს რა მოხდა? ახლა მაინც მომისმინე. ჰაზალმა გათიშა ირმაკის აპარატი. იმიტომ რომ ვერ აიტანა ის რომ მასზე უარი თქვი. მისი მდგომარეობა უნდა გენახა პირველად რომ გამოჩნდი. ქენანმა არ მიმატოვაო. მორალურად ტკბებოდა იმით რომ მის გარეშე ვერ შეძელი. ვერ დავიჯერებ იმას რომ ვინმეს მოკლა ცდილობდა ებრო. ტვინი კი არა. შენი გული ვერ იჯერებს ამას. იმ ღამით მან გათიშა ის აპარატი. მერე კი ეჭვის ქვეშ რომ არ ყოფილიყო იმისთვის შენთან წავიდა. მან კარგად იცოდა რომ პირველი იქნებოდა ვიზეც იფიქრებდნენ. ნდობა რომ მოეპოვებინა იმისთვის გაკოცა. მერე კი ვინ იცის რა საბაბი მოიფიქრა. ალბათ გითხრა წამიერი სისუსტე იყოო. კარგი. შენი გადასაწყვეტია დამიჯერებ თუ არა. ვიდეო ჩანაწერი რომ მოვა ისედაც ნახავს სიმართლეს. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. გუშინდელი ღამეს მერე ვერ ვიძინებ. ის წერილი რომ ვნახე. ვინ იცის ვურალმა ნასის რა გაუკეთა? ყველაფერს გავარკვევ მელეკ. ვურალისგან პასუხს მოვითხოვ. ჰაზალსაც რომ დაუშაოს რამე? ძალიან მეშინია. რომ ვფიქრობ რომ ჩემს ქალიშვილს მის გვერდით ძინავს, ტანში მბურცკლავს. აბა მე მკითხე. ჯერ და ახლა კი ქალიშვილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჰაზალს უნდა ვუშველოთ. აზიზ, გთხოვ დამეხმარე. შენი შვილი. არ დავტოვოთ ჩვენი შვილი მხარდაჭერის გარეშე. წავიდეთ და წამოვიყვანოთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული წამით არ დავტოვებდი. მაგრამ ჰაზალმა ჯერ კიდევ არ იცის რომ მამამისი ვარ. ჰაზალი გადავარჩინოთ. და მერე ვუთხრათ. მერე კი რომ ცეცხინოს არა უშავს.
თავარია იმ შეშლილი კაცისგან წამოვიყვანოთ. ნეტავ. მაგრამ გუშინ ღამე ხომ დაინახე მე. ჩემს წინააღმდეგ წავიდა. ათელია რომ მოყვარს. როგორც ნასი ისე მოაჯადოვა ჩემი შვილი. სიყვარულის გამო არა. გამოუცდელია და არ იცის. აზიზ, სანამ ჩემი ქალიშვილი იმ ადამიანის გვერდით არის, ვერ მოვისვენებ. ვერც მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის ადამიანი სოციალია მერე. მაგრამ შვილი არ მეჯერებს. რაც არ უნდა გავაკეთოთ აზრი არ აქვს. ჩემი დის გამოცდილებიდან ვიცი, რომ მივაწვევ წინააღმდეგობას გაგვიწევს და უფრო მეტად მოუნდება მასთან ყოფნა. ასისთან უკვე დაუშვი ასეთი შეცდომა. ჩემს გაბრაზებას ვერ ვაკონტროლებდი და ჩემი ხელები დავთმე. მაგრამ შვილთან მსგავს რამეს არ ჩავიდა. რა უნდა გავაკეთოთ? ასე უმოქმედოთ ვისხდეთ? რა თქმა უნდა, ასე არ ვიჯდებით. აზრს დავანახებთ ურალის ნამდვილ სახეს. მერე რა თქმა უნდა უფრო ადვილი იქნება. მაგრამ ცოტა უნდა მოვითმინოთ, კარგი? ისმინე ზვირფასო, ვიცი რთული მდგომარეობაა. მეც ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ, რომ ჰაზარს მსგავსი რაღაცის ჩადენა შეეძლო. მაგრამ არა, ებრუმ რატომ უნდა დააბრალოს თავის დას? ებრუმ ხომ თქვა? ნახეო. არ ვიცი ძმო, ავირი. ყველაფერი ამერია. ის ხაზალი, რომელსაც მე ვიცნობ, მსგავს რაღაცას არ ჩაიდენს. სხვის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩააგდებს, თუმცა ჩემს წინაშე ის ხაზალი არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. არ ვიცი, გული ერთს მეუბნება, გონება მეორეს. მეთაურო მისმინე. არ მინდა რომ უფრო აგრიო. მაგრამ შენ სიმართლეს ვერ ხედავ. კარგი? მას თავის ქმარი უყვარს. ნუ თუ ეს ის ბედნიერი ხაზალი არ იყო, რომელმაც იმ დღეს გაკოცა სამზარეულოში. ეს სამიერი იყო, ყველაფერმა ჩაიარა. არ ვიცი, თავი ვერ გავაკონტროლეთ. მერე ილაპარაკეთ. რატომ გაკოცა? სამიერი სისუსტე იყო? ხო. სინამდვილეში მასაც შეეშინდა, რომ მამას ყველა გაიგებდა. ახლა არ ვიცი, იმედი მაქვს ის ვიდეო ჩანაწერი ვურალის ხელში არ მოხდება. თუ იმის ეშინია, რომ გაიგებენ ვინ გათიშა აპარატი, ვერ ხვდები. აი, ამიტომ მაქვს თავში ამდენი კითხვა. მეგობრებო, ამიერიდან ერთად ვიმუშავებთ. ზუხალ საყვარელო, შენ ბატონის სინანის თანაშემწე იქნები. ებრო კი ჩემი. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ბატონ სინანთან ერთად. მე ბატონმა ვურალმა ამიყვანა სამსახურში. მას უნდოდა რომ ბატონის სინანის თანაშემწე ყოფილიყავი. ვიცი, ბატონმა ვურალმა გადმომცა აქციები. ნუ ნერვიულობ, მან იცის ეს ყველაფერი. რა იყო ებრო? არ გაგიხარდა? ჩემი აზრით, კარგად შევეწყობით ერთმანეთს. ძალიან გამიხარდა. თქვენაირი ადამიანის თანაშემწეობა ჩემთვის პატივია. კარგია. მაშინ ახლავე შეგიძლია დაიწყო. ყავა მომიტანე. საშუალოდ ტკბილი. რა თქმა უნდა, ქალბატონო დეფნე. ახლავე შევუკვეთებ თქვენს ყავას. არ შევუკვეთო ებრო. შენ მოადოღე.
მამა, სასტუმროს უახლოვდები, სად ხარ? შვილო, მე სასტუმროში ვარ. სავახში მოდვიყავი გასული. ახლა ოთახში ადივარ. რომელ ოთახში ცხოვრობ? 106. კარგი, მალე ვიქნები. კარგი შვილო, მოდი. მართლა ძალიან მომენატრე. კარგი, მამა. მამა სასტუმროშია. ახლა ზუსტად სად ვიმყოფებით? ნავიგატორი აჩვენებს, რომ ის შენობა მარცხნივ არის. კარგი, წავიდეთ. მოვიდა ბატონი ხალილი. სადად იხარ? აგელოდებით. გამიშვი. ხო, ჩემი ბრალი არ არის. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვიყავით, ხალილ. ადამიანს შეუძლია თავის ოჯახს უღალატოს. როგორც ჩანს ეს არის. ჟალე. შენ აქ დარჩი, კარგი? დარწმუნებული ხარ? ჯობს წამოვიდე. მამა შენთან კითხვები მაქვს. ახლა შენი არსებობის შესახებ არ უნდა იცოდეს. ცოტა ხანი. ჩემი არ გჯერა? ეს აზიზ და ურალს ეხება. გარდა ამისა მისი ნდობა არ შეიძლება. კარგი. აქ დაგელოდები. დაველაპარაკები და მოვა. გარდა ამისა სახლში უნდა მივიდე ურალის მისვლამდე. კარგი. ურალ, ბატონო ურალ, არ ქნა გევედრები. არაფერში არ ვარ დამნაშავე. აზიზი მოკლედ მემუქრებოდა. რას აზიზმა ვერ გააკეთა, იმას მე გავაკეთებ. მისმინე. შენი წერილი გაქვს, რომელიც მე მეხება. არა, მართლა არა. მართლა არა. რომ მქონოდა არ მოგცემდით, თქვენს ფეხებთან გევედრებით გთხოვთ. გთხოვთ არ ქნა. აზალმა იცის, რომ აზიზი მამამისია. არა, არ იცის. მისთვის არ გვითქვამს, არ იცის. გენჯერ. გადი. სიმართლე მითხარი, ხალილ. აზალმა იცის, რომ მისი ნამდვილი მამა აზიზია. არა, გეფიცები არ იცის. აზალე ჩემს ხელებში გაიზარდა. დღემდე არ გვითქვამს მისთვის, მაგრამ აზეზე თუ შეხვდა სადმე გარეთ და უთხრა არ ვიცი, მე რა შუაში ვარ. царიელი არაღი ვერ ისვრის. ნუ გეშინია ხალილ. შეხედე. ტყუებიც არ იყო. ეს ტყუილი იყო. გენჯერ. ილოცე. აზალმა რომ ვერ გაიგოს, რომ მისი ნამდვილი მამა აზიზია. ერთადერთი მიზეზი ახლა რატომაც არ მოჰკალი ეს არის, რომ აზარს ჯერ კიდევ გონია, რომ მისი ნამდვილი მამა შენ ხარ. და რამე რომ დაგემართოს, ცუდად იქნება. მამა. კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო. ადექი აქ დაჯექი.
სასახლეში წავიდეთ ბატონო ურალ. არა, ჯერ სხვა საქმეები გვაქვს. რა მოხდა? რისთვის მოვიდა? რა უნდა მოხდეს შვილო? იმ წერილის გამო რომელიც აზრის მივეცი. მამა იმ ადამიანთან რატომ იჭერს საქმეს? ის არ იყო რომ გახჭობდა და გემუქრებოდა. შვილო, პრობლემების მოშორება მინდა. აზის ჩემი მოკლა უნდა მომიტაცა და იარაღი მომიშვირა. რატომ მოგიტაცა? რა უნდა შენგან? მისი წარსული დანაშაულის მოწმე ვიყავი. მას ჩემთან ანგარიში აქვს, როცა გაიგო რომ წერილი მე მაქვს. როგორ აღმოჩნდა ეს წერილი შენთან, მამა? შემთხვევით აღმოჩნდა. რომ ცოდნოდა ამის გამო პრობლემები რომ მექნებოდა. არასდროს არ ავიღებდი შვილო. ახლა სად არის წერილი? ხომ გითხარი? აზიზმა წამართვა, სურათი მაქვს. გამომიგზავნე. რისთვის გჭირდება? ნუ მეკითხები, უბრალოდ გამომიგზავნე. გაიგე, სადაც ვარ შვილო. ურალი წავიდა, მაგრამ ხვალამდე არ უნდა გავწელო. მომკლავენ. ფული არ მაქვს, სხვა სასტუმროში ვერ წავალ. შვილო, რა ვქნა? ეს გამომართვი რამოდენიმე დღე გეყოფა. ღმერთმა გადმოხედოს შვილო. შვილო, დედას მოუყევი ამის შესახებ. უთხარი რომ ცუდად ვარ. უთხარი მაპატიოს. რა მეუთხარი? კარგი, არ ინერვიულო, დაველაპარაკები. ყველაფერი გაარკვი იმ დეფნეს შესახებ. დაწვრილებითი ინფორმაცია მჭირდება. კარგი, გავარკვევ. თუმცა კენანი სიტყვის რამეს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვემზადოთ, ჩვენთვის. მართალი ხარ ოსტატო. გამარჯობა, ვისთან ხართ? გადი. გამარჯობა, აზიზ ტოპრაკ. სტუმრებს მიიღებ? დემიროღლუ. ჩასწია. გუშინ ბევრი ხალხი იყო გარშემო. შვიდად ვერ ვილაპარაკეთ. ახლა ვილაპარაკოთ აზიზ ტოპრაკა. ერთნაირი ხელწერაა. ნასის ხელწერაა. გამოდის რომ წერილი ნამდვილია. გამოდის რომ ვურალი და ქალბატონი ჯანანი იტყუებიან. არ გამიკვირდა. ამ წუთამდე ყველაფერი რიგზია, მაგრამ როგორ დაგვეხმარება ეს ინფორმაცია? არ ვიცი. მაგრამ ნასი ძალიან ცუდად დაშორდა ძმას, როცა ვურალს გაყვაცოლად. ასეთი რთული რომ არ ყოფილიყო, რომ არ შეშინებოდა, არასდროს არ თხოვდა თავის ძმას დახმარებას. ვინ იცის რა დაუშავა გოგოს? ხაზალ ამის ხმა არ შემიძლია. მაგრამ გონი ჩვენი ეჭვების სიმართლეა. არ მომიახლოვდე. არა, არ მომიახლოვდე, გთხოვ. ვინმემ დამეხმარეთ. დამეხმარეთ. ალბათ. ნასის მოკლა შეეძლო. ცხოვრებაში არასდროს არ მდომებია მართალი არ ყოფილიყავი, მაგრამ ეს წერილი დაბეჭედი. ამ დროის განმავლობაში არავისთვის არ დაურეკავს. ღმერთო, გთხოვ, ვწდებოდე. ჟალე დამშვიდდი. რაც არ უნდა იყოს, გავიგებთ ნასის რა შეემთხვა. მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვიცი. უნდა წავიდე. ვურალი მივა მალე, შეიძლება უკვე მივიდა.
კარგი. ფრთხილად იყავი. შენც ფრთხილად იყავი. თქვენთან იარაღით ხდებიან ადამიანს ყავის ნაცვლად. ჩვენ როგორც პატიოსანმა ხალხმა იარაღი ჩავწიეთ. უთხარი ამას იარაღი ჩაწიოს და ვილაპარაკოთ, როგორც კაცებს შეეფერებათ ისე. ანუ ხანდახან შეგიძლია ისე მოიქცე როგორც კაცი, არა დემიროღლო. შეგიძლია ყავა მომიტანო, ძლიერი არ უნდა იყოს. ნერვების მოსაშლელად მოხვედი. პირადად მოვედი იმისთვის, რომ ჩემს სიმავრცელზე ვაკოცო. გორწილის მერე ხომ არ მოვსულ ვარ ხელის საკოცნელად. შემდეგში ხაზალსაც მოვიყვან. ხელის საკოცნელად არა, მაგრამ მოსაკლავად გამოგიწევდი. ნუ მეთამაშები აზის ტოპრაკ. სანამ ნასის ადგილ მდებარეობის შესახებ არ გაიგებ, იარაღს არ გაწევ. გარდა ამისა, ორივე მხრიდან ვარ შენთვის სიძე. ტკივილს ვერ მომაყენებ. ნუ აგრძელებ. ჩემი მოთმინება მალე გასკდება. ჩემი მოთმინებაც გასკდება. ჩემი ყავასად არის. მოთმინება მომეცე ღმერთო. მისმინე ლურა. ნუ მეთამაშები. მითხარი რა გინდა და წადი აქედან. დავიგესტუმრები არ გიყვარს. შენთვის შემოთავაზება მაქვს აზის ტოპრაკ. აზელს არ ეტყვი, რომ მამამისი ხარ. აღარ ნახავ მას. სიცოცხლის ბოლომდე დაივიწყებ, რომ შენი შვილია. მე კი გეტყვი ნასის სადაც არის. ანუ დის გამო შვილზე თქვა უარი. ერთი ახლოსულისთვის მეორეზე თქვა უარი. ასეა, არჩევანი შენზეა. თქვათ დავთანხმდი. ნასის რომ შევხვდები იმის მერე საიდან იცი, რომ ჩემ შვილს არ წამოიყვან. ტვინის საერთოდ არ გაქვს? არ ვიცი ტვინი მაქვს თუ არა, მაგრამ იცი რა მაქვს? სიმამაცე. მსგავს რაღაცას თუ იზამ, ჯერ ხაზალს მოკლავ და მერე ჩემ თავს მოვიკლავ. ჩემი სიკვდილი გულს არ გადგენს, მაგრამ იმის გააზრება, რომ საკუთარი შვილის სიკვდილის მიზეზი გახდი, ცოცხლად დაგმარხავს. შენი შვილი თუ და თვითონ გადაწყვიტე, მაგრამ ნოიჩქარე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო. კარგად დაფიქრდი. კაფეს, ყავა გააუქმე, მადლობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ.